მინდა საზოგადოებას და თქვენ გაგაცნოთ იმ შავ საქმეებზე, რომელშიც გარიგებულები არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და კონკრეტულად თბილისის მერი და ასევე შეპოსო მიკროავტობუსი, რომლის ხელმძღვანელიც არის დავით ასანიძე. Ну, რა ხდება, ჩვენმა ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ შეპოსო მიკროავტობუსის ხელმძღვანელი დავით ასანიძე და თბილისში თბილისის მერიაში ტრანსპორტირების სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე არიან გარიგებაში და გარიგება არის შემდეგი. მიკროავტობუსის მძღოლებს ავადებულებენ, რომ მათ გადაუხადონ კოლოსალური თანხა, ასევე ეს ყველაფერი იგეგმება და ტარიფებს უსაზღვრავენ ქალაქ თბილისის მერიაში ბატონ გიგი უბულავასთან, კაბინეტში წყდება ეს საკითხი. ასევე შეპოსოს მფლობელობაში არის ავტოფარეხები, სადაც მძღოლებს უწევთ შეკეთებული მანქანების გაკეთება, სადაც უждდებათ სამმაგი ფასი, ვიდრე შესაბამისად მძღოლს არ აქვს საშუალება წავიდეს და სხვაგან გააკეთოს გაფუჭებული ავტომანქანა. ასევე ახლახან დაუწესეს კონდიციონერის გადასახადი, მაგრამ ეს თანხა არსად არ არის ფიქსირებული. ჩვენი ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი მიმართავს ქალაქ თბილისის მერიას და შეპოს მიკროავტობუსის ხელმძღვანელს დავით ასანიძეს, რომ მოაგვაროს მძღოლებთან აღნიშნული პრობლემები, რითაც ხელს შეუწყობს ტარიფების დაწევას და როგორც მძღოლები აცხადებენ ჩვენთან საუბარში, ისინი სამგზავრო ტარიფს დააწესებენ 50 თეთრს.